ბიჭო. მიმაცვია. Bicho, sirtsvilo. გაიღვიძებებო. 12 საათია, სამსახურში არ დაგაგვიანდეს. ადგები. ხო. ოდიშით რა. არა უშავს. ისე რამდენი ვიცინეთ მაცივარში რომ ტენიდი. მაცივარში ტენიდი? ვაიმე დედა. ეს აევა სანტანი. სამსახურში წავიდა. რაღა დღეს არ დააგვიანა მაინც და მაინც. რა ვიცი აბა. ისა ჩემი ტანსაცმელი სად არის? უნდა ჩავიცო და გავიქცე მეცა. ახლავე მოგიდა. გამარჯობა. დაზღვევასთან დაკავშირებით მოვედი და მეხმაროთ. კი ბატონო, პირველად სარგებლობთ ალფა დაზღვევით. კი. კონკრეტულად რისი დაზღვევა გქნება? ჯანმრთელობის დაზღვევა მინდა და მაინტერესებს აი სიცოცხლის დაზღვევა თუ გაქვთ კიდე, იმიტომ რომ დღეს შეიძლება დამაკლან. დაგაკლან რას ნიშნავს? აი ცოტა რთული ასახსნელია ქალბატონო და მაინტერესებს აი თუ გაქვთ კონკრეტულად სიდედრისგან რო დავიზღვიო ჯანმრთელობა. ანუ სიდედრისგან დაზღვევა თუ გაქვთ. ზოგადად ჯანმრთელობის დაზღვევა რასაკვირველია გვაქვს, მაგრამ სიდედრისგან არა. სიდედრისგან არა. კარგი, გავაკეთოთ მაშინ ჯანმრთელობის დაზღვევა. უბრალოდ თქვენს ადგილას ერთ პუნქტს შევიტანდი, სიდედრისგან დაზღვევას აუცილებელია. გავიცვალისწინებთ. რა უნდა რა? აგარ არ გამაგეჟოს, თორე მიდედა მეცა ხო იცი. ვარ იცნობ დედა ჩემს. სპეციალურად გამიკეთაო იწახის ეწყინა. რა გაუკეთე გოგო სპეციალურად? მე მიხარო და ყოველ დღე იქ სიარული და ხელოსნთან ჩხუბი? ხო მე ვიცი, მაგრამ მაგას რას დააჯერებ ახლა? ისე სხვა ხელოსნთა რომ მივიყვანოთ. ინტერნეტში ხوار დავგუგლავ ვინმე. აი გოგო რას დაგუგლავ გამაგები ერთით. სახლშია? არა მაღაზიაში. არ მოხვალ შენ? მაგდებს და ერთი წამით უნდა გაგითიშო მირეკავენ. ხო, ცოცხალი ხარ ბიჭო? ცოცხალი ვარ, ხო, ცოცხალია. რა ხდება? ეხლა ვფიქრობდი შენს მანქანაზე. მერე? მაგ მანქანაში ბენზინი არის? ბიჭო, რა ვიცი, ეს ხადა. ერთი აბაძმურად ნახე. აი, ნახავ ხო. ბიჭო, შენ რო იყავი დუშეთში მაგ მანქანით. ბენზინი ჩაასხი? მე რატომ უნდა ჩამესხა ბენზინი? მიდი, გააგრძელე ვითამაშოთ.
დედა დილის 6 საათზე ძლივს დამეძინა რა. რაიო, 6-ზე. 8-ზე მე დამეძინა, ესე იგი 2 საათი მატყუებდი, ჰა? დედა, გვერდი როგორ ამტკივა. კიდე ტკივა. ჯაკუზი შენა და ჯანდაბა. ისე რა მძიმე დაეცი რა შენსა რა. გახსოვს პაპა შენის გასვენებიდან წყალტუბოში როცა გიყვანე სანატორიუმში. რავი მამაძაღლე. რა დამავიწყებს. ისა დილით რო ყავითა და მუჟუჟით შემოხვედი. რა დრო იყო, რა ენერგიაზე ვიყავი. წავალ სიგარეტს მოწევ რა. შენ აქ რა გინდა? მიცანი? ვერა. იღდა დეშეს რო დარჩი, შემთხვევითა. საშაურმეში. გიცანი. მე კიდე ხო არ დარჩი მე კიდე და შენსა და. არა. მამა, შედი შიგნით. რა ხდება? არა, ბავშვი იჯდა აქ და მეთქი უპატრონო ხო არ არის? რა უპატრონო, ბიჭო, არ შემოგარტყა ეხა შენ. შენ რა შიხ ხო არა გაქვს? რა შიხ ხო არა მაქვს, ბიჭო, წამოდი აბა. ბიჭო, არ დამარტყა, მე კანიბალას მაგაცი ვარ. ვისი ძმაკაცის გინდა იმისი იყავი, შეახმარო კაცო, წამოდი მე. ბიჭო, კანიბალას მაგაცი ვარ მე კაცო. ვი კანიბალა, ბიჭო, დეიდა ჩემზე იძახი? დეიდა შენისა კი რა ჭიჭრაღელი კანიბალა. მერე რა. აი ერთ ორ საათში მოდი აქ და განოხეთ ვინ არის მე. დადი, სადაც გინდა იქ მოვა და. დამელოდე. რა კანიბალა ვიყო, ხო არ გამოშტედი შენა? ბიჭო, ვითომ მაფიოზა ხარ რა? რა მაფიოზი გიჟი ხარ შენა? ცხოვრებაში ვაჭრობის მეტი არაფერი მიკეთებია და. ბიჭო, ეგ აიცი? შენა და მე, იმანა იცის? იმას მეტყოდი კაცო რა ქვია, ლაიქა გენოსა, მაგრამ მართალი იქნება ხო ვიცი არა? რა გაჩხუბებდა რა, ვერ დაეტიე შენთა. აი მე შენ თავს გებიცები თვითონ ამიშარდა რა. ბავშვი იჯდა იქა, ბავშვი იყო, არაფერი არ უთხარი. თორე იმის ხაშრამას მოგიტანდი საღამოთი რა, ხო იცი რა ფეთქებადი ვარ რა. რა ურა მითხარი ვინახარო? კანიბალა ბიჭო. კანიბალა რა სახელია. უკეთეს ვერ მაიფიქრე კაცო. არ მიხდება რა. ზუზუ ხო ხატავს რა. მიდი მოემზადე. აქვე ყოფილა კალონკა რა, დიღმიდან რო არ გვეთრია ის. ბიჭო, პროსტა მარტო იმ საწვავს ვასხავ რა, დანარჩენი ნაგავია. წამოგვეღო მანქანით. აიყო რა, დაგღალა ძმობას გაბიძებ რა, ჯამრთელობა, სიარული ბიჭო. თან ამხელა ხარ. შენ ეტყობა ძალიან ბევრს დადიხარ. ვიტო ხარ მაგარ ტანზე. რო კითხო დეიღალა და იუმორში კი აქ დიხანია ბიჭს. ბიჭო, UFC-ში არ აყავს მენაცნობის? და რა გინდა? აი, ჩემი სიდედრი რო წეიყვანო რა. დედას უტირებს ნებისმიერ ძმაო. შენ რო იჩხუბო არა? აი, მე რა უნდა ვქნა იგი. რა უნდა ქნა და ამოგავლებენ ოქროში და იქნები პრიზი. არა, მართლა, ისე შენ რო იჩხუბო შენი მომგები კაცშვილი არ იქნება. რა პონჩი? რა პონჩი და შენ წონაში დიდი 10 წლის ბავშვი შეგახვედრონ და ყველას მოერევი. აუ, რანაირად მაჭედიებ ნენელა და აი მიღიტინებ, რომ რაღაცა გიქნა, ხო? აი რაღაცა რო გიქნა მიწევი მე. გინდა გესპარინგო? არა, არ მინდა. შეგეშინდა ხო ბიჭო? არა, უბრალოდ დახრა მეზარება. ამოდი ბიჭო. მიდი ცოტა როზე, აი რა გაგჭი. მოდი ჩავასხათ რა, ეხა. ისე бенზინი რად გინდა, მანქანა არ დადის და. ბიჭო, კაკაიფო. бенზინი არ ყოფილა მანქანაში და მაგიტო არ იქოქებოდა თურმე. რა ბიჭო? და ისნიდან გლდანამდე მანქანა, ამიტომ ათრევინე შენი. მოდი აქ შენ, მოდი შენ. მოდი აქ. დედას გაბიძებ არა ხო? ხო ბიჭო. კაი, მანდარა ნელა, მანდარა. ხოდა ღამით ამოვიდა.
ყვავილებით საჩუქრებით მომილოცა ახალი წელი. მართლა? აუ რა მაგარია. არა და რომ დავიშალეთ, კარგი ნასვამი იყო. არა, ნასვამი საერთოდ არ ეტყობოდა. მთელი ღამე აღნიშნავდით. თითქმის დაგვათელა. აუ ძალიან მაგარია და რატო არ მოხვედი? იცი რა მაგარი დრო გავატარეთ? რავი, ხო მოგწე. გამარჯობათ. შენ რა ადრე მოსულხარ, გოგო? ხო რა ვიცი, წამოვედი. ისე გეძინა, აღარ გაგაღვიძე. გუშინდელი მოუღები? ხო, მოუღები. აუ როგორ ამერია, გული კაცო, როგორ ამერია. არი ბებია შენს რო დავსდევდი და მაცივარში რომ უნდა შემეტენა. რატო არ გამაჩერე? ავტოდანიშნვებით შეკვეთების ანალიტიკა რომ თხოვე, მოვიტანე და გადახედე. ეგ რა არის? ავტომატურად რომ ენიშნებათ შეკვეთები და არა სიიდან არჩევით. აჰო, სად არის? შენს მაგიდაზე. და რა გჭირ შენა? არაფერი. რა იყო თვალი კაცი არ გინახია? რამე დავაშავე გუშინა? გუშინ არა. დღეს. რა ბზიკმა უკმინა? ის სად არის ქამელეონი? არ გამოჩენილა დღესა? რა ვერ მოვალ, ესე გარეთ ვერ გამოვალო. როგორ ესე? რა ვიაბა, ეგ აღარ მეკითხავს. დღემალი არა ვა? იყო და გათავდა. შემოვახმა არ გამცეს ისედაც არა ვარ ჭკუაზე კაცი. კაი, გაატარე რა გჭირს. აუხსენი რა ძალით არ გაგიკეთებია. აუხსნა რა ჩავეხუტები კიდე თუ რამის ახსნა გინდა შენ აუხსენო. აღარ აგირავ უკვე ნივრები. კაი, პუსკურა. შენ რამდენჯერ გთხოვე გოგო, შენ მაინც რამდენჯერ გთხოვე, ნუ მეძახი ამ მოკლე მოფერებით სახელებს. აბა რა გითხო, დევი? ხო. ეს ვინ შემოუშა და საერთოდ ვინ გაუღო ამას კარი? დედა. დედა არ უნდა მაგას. არავის არ ვაპატიებ ჩემ დაცინვას და მასხრა დაგდებას. აი, ერთხელ ხო შეიძლება რომ არ იჩხუბოთ ამ სახლში? მე ვჩხუბობ? ამის გულისთვისაც ვიჩხუბებ, ეს კაცის დუბლიკატი ეს. არ გაჩერდა და არ გაჩერდა ამის ენა არ გაჩერდა რა შხამია ჯანდაბი შხამია გაზეთი რომ ვერ ამოათხე და ვერ დაცალე ხო შეგიძლია რომ ერთხელაც ამოტამოთ ამოათხიო ეგ შხამი რაც გაგდა დატოვე გვაზე ერთი ტკბილი სიტყვა არ გითქვა ჩვენთვის არასდროს და ვერ გააჩერე ეგ ორად გაყოფილი ენა ხო შეიძლება რომ რაღაცა ტკბილი სიტყვა მითხრა თუ ძალით გავაპუჭე ის დამოთხრული მანქანა ჩემ ჭამეს ბიჭო მე რა გამიტრაკეს ბოლო წაკვე მანქანა მანქანა და მი დაც მოწყან გავაკეთე და წეიყვანე მე თუ გიტა დედა ძლივს არ გავიდა კაცის ხმა მოჯახიდან რა გეწყინა მაინც ვერ გავიგე. რა გჭირ შენ? ვერ ხვდები რა მეწყინა? მთელი სამსახურისთვის რომ არ მოგეყოლა შენი სიმთვრალის ამბავი არ შეიძლებოდა? მე მეგონა რომ შენ მოყოლილი ქონდა და იმიტომ მოყევი. რას მოყვებოდი? ცუდად გახდა თქო? რეებით საკეთე მაგას როგორ მოყვებოდი? რა მოხდა მე? ას მიზავდნენ? მახო არაფერს არ გიზავდნენ. უბრალოდ ვერ ხვდები რატომ უნდა ალაპარაკო ხალხი შენზე. რატომ უნდა დააცინო თავი? ვინ უნდა დამცინოს გოგო? გინდა გავყარო ეგენი ყველა სამსახურიდან. კაი რა მახო ნუ ბავშვო.
რა უნდა გაყარო სამსახურიდან? შენი ბრალია და ისინი რა შუაშია? და მოიცა რა ვქნა, ეხა ბოდიში მოგიხადო? კაი, მოგიხდი. ბოდიში. აბა შეიცვალა რამე? არაფერი. საერთოდ არ უნდა მოსულიყავი შენთან. ანუ ნანო? არა, არ უნანობ. მეგონა რომ კაინს ვაკეთებდი. იქ რესტორანშიც რომ ვერ დაგინახე, შემეცოდე და მეთქი წავალ ვნახავ თქო. შეგეცოდე? აწი აღარ შეგეცოდო ხოლმე, კარგი? რა ლამაზი ხარ? საჭმელს მალე მოიტანენ? მგელივით მშია. წუთი წუთზე. იცი დღეს აქ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. მთლიანად დახურე? არა, ვინც ირდა ყველა ავყარე. რა საყვარელი ხარ. სანამ საჭმელს მოიტანენ, ხელი ხო არ გადაგვეწია? კი, მინდა. ხაში? აჰა. რა რომანტიკულია. პირველ პაემაზე ქალს ყოველთვის ხაშს ვეპატიჟები. ეს ერთგვარი ტესტია. რა ტესტი? თუ ხაში გიყვარს, ესე იგი რომანტიკის არასტანდარტული შეხედულება გაქვს. ხაში ხომ ახლად შეთენებული ცის ქვეშ მდუმარე ზღვა, მასში შეფენილი პირსახოცებით, ხოლო ჩლიქები შორს ჩამავალი მზისკენ მიმავალი ნავებია. და თოლია? თოლია? აქ არა ვარ? რა საყვარელი ხარ. აი მე გაუცებული ვარ, საიდან იგონებ ესეთ რაღაცებს? მე არა, ტახი მასწავლა. ბიჭო, არ მოდის ეგ შენი კანიბალა, თუ რა ხდება ვერ გავიდი. დაიცა მოვა. მაგასა ლოდინი არ უყარს. გვიან მოდის ხომე. მისმინე შენა ხელით არ ესკი მოძრაობა არ გააკეთოთ, ორი ჯიბიდან უყასროლა. ისა დაკიდება თვალებში არ უყურო. არა, კაი. აკოცეთ ორე ეწყინება.
ეს რა გვინდა კაცო? იაფი იყო და. რა ხდება ბაბა, რა პრობლემა გვაქვს? ძალიან გამიწყდა და ნერვები მომიშალა. მგონი სწორად მოვიქეცი ის ბეჭედი რომ მივუგდე. თქვენ როგორ მოიქცეოდით, დაწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ სერია, გამოიწერეთ არხი და დალაიქით.